პირველ რიგში მე რას გავაკეთებ? მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. და მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, მისი ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას. არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არა ვარ ყველასი პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები. ვინც მაშინ თავარი, რომ აქ ყველაფერი მარტივად არის. არჩევნები არ შედგა. და არა მხოლოდ არ შედგა არჩევნები, არ არის არავისგან აღიარებული. ეს არჩევნები როცა არ არის აღიარებული და როცა არის არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური ხელისუფლება, მაშინ ვართ ღრმა კრიზისში. და ამ კრიზისიდან გამოსვლის არის ერთადერთი ფორმულა მთელ მსოფლიოში, ყოველივე დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გამოსვლა პოლიტიკური გზით ღრმა კრიზისიდან. და ეს არის ახალი არჩევნები. ამიტომ მე, რომელიც აქ და აქ ვიქნები, ვეპატიჟები ივანიშვილს, ვეპატიჟები მისი პარტიის კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა. ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში. და ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. მოდით ორბელიანების სასახლეში მობრძანდით და მოვილაპარაკოთ. ოღონდ სალაპარაკო მხოლოდ ერთი არის. როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები. ამ მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო არის. ეცდები ამითი გავაგრძელო ეს მოწოდება, რომ ვისაც უნდა ამ ქვეყანაში, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, მოვიდეს სასახლეში, მოვიდეს ივანიშვილი, რადგანაც ის მართავს ყველაფერს და მე მზათა ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ რიცხვი არჩევნების დანიშვნის უნდა შეთანხმებული იყოს 29-მდე. დაიწიეს ეგია 29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან წავიდეს მთელ მსოფლიოში
მაგალითი დემოკრატიის, მაგალითი შერიგების, მაგალითი წინსვლის. მე ველოდები პასუხს და რომ ეს ყველაფერი ნათელი იყოს ხვალ საღამოს სასახლიდან იქ ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგანაც აქ არა მხოლოდ სცენა დაგვიპატიმრეს, როგორც ჩანს ხმაც დამიპატიმრეს. მაგრამ არაფერი არ იქნება, არა უშავს, შევხვდებით და გელოდებით.